მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის უკვე 12 ღამის 4 საათი და გადაწყვეტე გადამეღო Skin Club-ის ვიდეო. სადაც როგორც ხედავთ, დეპოზიტი გვაქვს $1000. დაინახავდით რომ აცვია ესეთი ლურჯ წითელი ფორმა, ალბათ მიხვდებით რატომ? იმიტომ რომ მეოთხედ უკვე ამ სეზონში Reals მოუგეთ და რას ვიტყვით, ხო? ძალიან კაი თამაში იყო, ცოტა მსაჯებს რო არ ჩაეჯვათ, უკეთეს თამაშიც იქნებოდა. არ ვიცი რა, იმედი ისეთივე წარმატებული დღე იქნება, კი არა და ისეთი წარმატებულივე ოფენინგი იქნება როგორც ბარსელონას თამაში. არც აღარ ვიტყვი მოკლედ, იყო შეცდომები ძალიან ბევრი მსაჯის მხრიდან, განზრახ იყო ეს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ იყო ბევრი. უფრო მეტი ანგარიში თუ ნამორჩენილიყო ეგ თამაში, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ 4 წამორჩა, მაინც კაია. დავიწყოთ ახლა ეს ვიდეო უკვე, ბევრი რო აღარ ვილაპარაკოთ, თან ლიგიდანაც გამოარნილები ვარ სამწუხაროდ. და ლაიქთ ეს ვიდეო, არხი გამოიწერთ აუცილებლად, აღწერაში იქნება ჩემპიონი ლიგა, რომელზეც თუ გადავხვალთ ნებისმიერ დეპოზიტზე დაგერწევათ 7% ზემოდან. ეხლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ოფენინგი. ეს წყალს დავლევ წამით. ეგა. მომიხოდე. რის დავიწყო? დავაი, ჯუჯუ. ცუ, 3 წალი. ვაიმე. $129, არა უშავს. თავისთავად თითქმის ამოიღო. კაი, მე ხა მინდა აი ამის გახსნა 3 წალი, 3. ცოტა ხმას არა იყოს, კაი ხმა, ნორმალური ხმა არის, ხელს არ ნიშნის. ცოტა შეტესებული ვარ, წეგან გადავივლე და $96, არა უშავს. რა გავხსნათ ახლა? ერთი ამას გავხსნით და დალში დაბლა ჩავალ. მიდი რა, რამე გაისროლე. რამდენი ხანი ამას დან არ დაუგვდი? ერთხელ ხო უნდა დაუგვიდოს და. შენი დავატინე სადგა რა ღირს ეს? $36. კაი, ახლა დაბლა ჩავიდეთ და რაღაცები ნელა დავათვალიეროთ. რაღაცა new აწერია Diamond. ნახოთ 5 წალი. გავტესტოთ. ნორმ. $52-ის გავხსნით, 18 დავიდო. არა, ნორმ, თლად. კარგი, რამე ახალი кейსი კიდე გავაწეროთ, აბა, რასაც new აწერია. ეს ჰითი, ვნახოთ ეს სნაიპერი. აქ ფეიდიდებს, აქ ვერ რაღაცა და ამ 3% აქვს. ნამდვილი როაო, შენდე დავატირე. აი, 5 წალი ნახოთ. სნაიპერი როგორ დაასნაიპებს ახლა? ერთი რაღაცის თქმა დამავიწყდა, სანამ ვიდეოს დასაწყისშივე არ მომილოცია ბარსელონას გულშემატკივრებისთვის და მგილოცავთ ამ გამარჯვებას და აქ რა გვინდა? ბიჭო, ამათმა ვერაფერი ვერ დაყარეს, ესენი კი გავტესტებე, მაგრამ მოდი 2 წალი ეს გავხსნით ჯანდაბას. იქნებ ისურის. ან იქნებ ერთი ექსკლუზივი მაინც დააგდოს. ძალიან ცუდი. Very bad. კაი. Hit. ეს hit რო აწერია რას ნიშნავს? ანუ ბევრი ხსნის, ხო ალბათ. ალბათ მაგას ნიშნავს. New. ფარმზე უცე. აი ფარმები ძალიან იდიოტობაა. New, მაგრამ ძალიან იაფიანებია. მოდი ეს $2-ინაც არის. სწრაფი გახსნა რო კონდეს ეხა ინე წკაპ გავაკეთებდი, მაგრამ არ გვაქვს წკაპ. დამიწერეთ კომენტარებში როგორ მოგწონთ გარემო, უკანა ხედი, ბარსელონას ფერები, ძალიან მაინტერესებს. ერთი ლურჯი. მეორე უნდა გამოვიწერო ესეთი. აი აქ რაც მაქვს, ეს ესეთი და აქ უნდა დაუდგა ეს. კიდია რა, ლურჯ ფერში აქენა განაც იქნა წითელი და იმენა კულევი იქნები ჩვეულებრივი. კაი. ნიუ რა გვაქვს კიდე, არაფერი აღარა, ნიუ აქვს სავარაუდოდ, ყველაფერს სიტი ეწერება. კი ბატონო, რამდენი დაგვრჩა ვაფშე $443 დაგვრჩა. კაი, ოპ, ეს რა იყო? თვალს მოეწონა ხელწილ.
გაგახსენებო ამ ბევრჯერ მოგვა გახსნა და მეგონი არაფერი არ დაუგდია, მაგრამ იქნებ ხა დააგდოს. აი ეს flip knife-ი ძალიან კაი იქნება. Flip knife-ებს კარგად აგდებს ხოლმე სხვათა შორის upgrade-ი, ოპა $50. კაი, გვეყოფა ეს ტაკემას ხრობა და ჩვენებური შევბედოთ, სადაც ვიცი რომ რაღაცებს მიგდებს ხოლმე. დავაი major-ი, ერთი ცალი ოღონდ. რაღაცა ძალიან ბევრს ლაპარაკობ, ხო? Hyper Beast მოწმინდა. ხო, ნუ თემუ არ დააგდო, კიდევ კაი. თემუს ის არ დააგდო. კაი, მოდი, Lucky. ბიჭო, მე მინდა ეს, მაგრამ მოდი Lucky უფრო აგდებს ხოლმე რაღაცებს და მაგას კიდეც ვატი, იქნებ გალაქოს ერთი. $177 კიდე გრჩება კიდე. გაჩერდი X-Rays-ზე, გაჩერდი X-Rays-ზე. X-Ray რა ღირს? $195 ღირს X-Ray. კარგი. ბოლო იმედი შანსი. რა გავხსნა? ბოლო გახსნაზე. რას მივაჭიროთ? რას ფიქრობთ თქვენ? თქვენ ვერ მიპასუხებთ, მაგრამ მე უნდა გადავწყვიტო, ხო? ბაიონეტი. მაგის დედაც მარტივია, მიდი. ან ბაიონეტი დაგვიდე, ან ექსკლუზივი. მიდი რა, ერთი ბოლო ისაა მაინც გახსნა. შენი დედა ვატი. $118. ეს 63 არის. მეთქი ეს ძვირიანია თქო. $11. $11-ად გავხსნი ახლა მე. აქ ფეივორიტებში რამე არ მაქვს 11-იანი? 25. არა, ქვემოთ ვნახოთ რამე. აი ეს დაიმონდი გავხსნა. ნუ რამდენი გქონდა? 20,000 ხომ გქონდა? 20,000 რამდენი გქონდა, ეგ მაინტერესებს თავიდან, სანამ $100 კინეს გავყიდდი. სადაც $800 რაღაცები დავყარე, მე მგონი, არა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით $800 რაღაცები დავაგდე. კაი, წავედით upgrade-ში. აი აქედან მოყოლებული ყველაფერი დროპია. მაგრამ $800-ანაირად იქნება, არ ვიცი, მაგრამ რამდენი დოლარი? $558 რაღაცები დავიგდია მარტო. არემ თუ ისა რა ქვია, ბედია, ბედი იყოს და 1200-ში გავუშვოთ. და ეს თუ დავაგდეთ, მე თუ კიდე ერთი დავაგდეთ, GG. მოდი ეს კარამბიტი იყოს. მარცხენა მხარე აი ესეთი და წავიდა რა. თუ დაგდება უნდა დააგო ეხლა. რო ცოტა მერე მოვიხოდოთ. მარჩვი დააგდო. დამპალი. არ გადახვიდე, გთხოვ. დავაგდეთ ეს. კაი, მაგრამ მაინც მინუსში ვართ ახლა ჩვენ. მინუსში არა, ჩვენ ფულში ვართ. ეს ნუ დავაგრეიდოთ კიდე ერთხელ და მოდი ძალიან რო არ გავატრაკო. 1500-იანი მოგება რომ ნახოთ, იდეალური იქნება. აი ეს X-Ray Factory New იდეალური არის, იდეალური არჩევანია. პროსტა სადავდო ახლა ეგ არ ვიცი ხალხო. რაღაცა ესეთი გონია და მიდი მაგის დედაც ვატვირ. ხო, არ გადახვიდე, არ გადახვიდე. მარცხნივ რატო არ დადეზე რონ? მარცხნივ რატო არ დავდე? ხო დავაგდებდი ხამდე და აფეთქებუც როგორ წავი ბიჭო, ხან მალე აჩერებს ხოლმე, ხან რანაირად მიდის ხოლმე და არ ჭერდება. დავატირე. ნუ არა უშავს რა. 98-მდე ჯერ ბევრი გვეკლია, ხო? ამის verify-ის მოვიწევ რომ გავაკეთო, მინდა გავაკეთო უეჭველი. მოკლედ, ეს იყო დღეს სულ დაალაიქეთ ეს ვიდეო. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბარსელონას გულშემატკივრებს ამ სეზონში მეოთხე კლასიკოს მოგებას.
თან ისე რომ საჯები ეხმარებოდნენ, მაგრამ მაინც მოუგეთ, ხდება ხოლმე რა. დაალაიქეთ ეს ვიდეო აუცილებლად არ გამოიწერეთ, აღწერაში გინდათ ჩემი პრომო ლინკი, რომელზეც თუ გადახვალთ ნებისმიერ დეპოზიტს დაგესხავთ 7% ზემოდან. მე დღეს დაგიმშვიდობებით, თქვენთან ერთად იყო ზერონო, აბა ჰეთ, პაკა.